აი ასე დაიწყო მეგობრებო ჩვენი ისლანდიის ტური. აღო, გადაიყვე ეს. Biçebo imito ayam biçebis ayam boşluğu. Ay biçemo ay mesela aynı sarsa oynar. Laça xune da ikavი. Aman დაიწყო. Წადი მე მოვალ. Წადი მე მოვალ. ამა გაუშო. გამოსაჭრელი იქნება ძმა. შეხოსვა. აი მოიჩეს. შეარდალია, იმიტომ რომ იფიქრა რაიცი რა იქნება. ავედით. ეს ის ასული ისოიქებთან. შველი ხოიბა წყალი. შველი ხოიბა. ბიჭო, აქ რატო აღიშავეთ თე? რა საიდან მოგიშინე? ეს ვია? ეს შემოსებული ვინ არის? საგავო, მაინცაიდი გამი. ბიჭებო, ამ ადგილებში რამდენი გადაიხადეთ? არ კომისარი ყავით. ლევანამი. ბიჭო, და ტაბურეტკაც ვარენ დაგემატებინათ. ათი ვარენ ტაბურეტკაც იქნება. აი წყალი მოგა. ო, წყალი კაი. ჩამოვედით პოლონეთში. გავედით ეხლა 12 საათი გვაქვს დრო. ვფიქრობ სადმე გავიაროთ. რა, ბიჭები მეორე მანქანითაც მოგვევიან უკან. გოგა და ჯაბა. You want photo together? No, thank you. I'll give you mine. Looks amazing. Thank you very much. როგორც იქნა ჩამოვაღწევით ისლანდიაში. ცოტა დაღლილები, უძინრები. მაგრამ ხოთზე ვართ. Ja, პირდაპირ დავაწყო მანქანები. ორი გადაჭდომა მქონდა მეგობრებო და მათ შორის სხვაობა იყო 12 საათი და კიდე დააგვიანა 2 საათი ფრენამ. ცოტა ხანი ლაუნჯში ვიჯექით, ბოლოს კიდევ კარგი. ცოტა დავისვენებ და ჩამოვფრინდ, ჩავვალეთ შედოვიანად. მოგესალმებით მეგობრებო, დილის უკვე 8 საათია. აი მლამას ტაძრის წინ გვაქვს აღებული სასტუმრო. გამოვლენ ახლა ბიჭებიც, დავიძრებით და მოგითავს მანქანა. მეგონი პირველი დღევანდელი გასვლა თაში უნდა იყოს თოვლში. -1 გრადუსია. რა, მახო. აი დილა ადრიან. Relax, no, zia. გალამაზია რა. დაძარი. არა, ნუ შეეშო. არა, ის ფოტო. ეხ ვეწები. გიაჯები. აი თქვენი მოსას ჩავგვემოთ. მოკლედ პირველი დღე დაიწყო ეს ჩვენი
დავიგეგმეთ და მივდივართ თოვლში. ახოთ აბა როგორ იქნება. რამდენი სახეობის იყო რაო? ლევანას 284 და რომელი ნომერი მოუწევს უნდა ნახოს რა. შენჯანში იყო. მოვედით არკტრაკის ოფისში. ახლა რა კარგი რამეს. ცოტა ხანი ეგენი არ გადმოვიღოთ ხო რა ვნახოთ რა და მე გადმოვიღოთ. ახლა სად მოვედით? ეგ სამტრედიას და ქუთაისის შორის არის ხო რაღაც ახალი წარმოება გაუხსნიათ იმერეთში. ვიღაცა ბიჭო სერიოზული ფული ჩაუდიათ რა. რაღაც ცენტრი გაიხსნა. ცენტრი გაიხსნა. სამტრედიის მიმდებარედ არის რა ზუსტად სოფლის სახელი არის. ეს ის Toyota 100 ვინსაც გიყვართ. ბიჭებო ნახე რა კარგი რამეა. შიო წავედით? აბა რომელი ორი მანქანით მივდივართ? ერთი ამით და მეორე მე მგონი აიმით. ეხლა სამხიდიანს მოვიკითხავთ. თუ აქ არის სამხიდიანი შესაძლებელია იმ სამხიდიანი წავიდეთ. ეს აი დიზაინის ორივე ხო? აბსოლუტურად არ გადმივართ. ეს ისწავლია ეს დიზაინი. ეს მოღავში ჩამოიღო. Yeah, it's been a little while. Hi, welcome. Glad to see you. Hi, it's really nice to meet you. Hi. Hello. So will Does everybody speak English or understand? Yes. He does. He does a little bit. Okay. Very quickly, this is a location for Arctic Trucks International, which basically owns the the name, Yeah. develops conversions, but does not sell anything from here. Okay. We have another company here that sells for Iceland and makes the vehicles. Yeah. Production. So this is only development. Yeah. And then we also have in the UK and many other some Yeah. other places. Norway. UK, Yeah. now the US. Yeah. So what we are, we also have here another company called Arctic Trucks Polar, My favorite. which is only focusing on expeditions and solutions for the Arctic region and for the Antarctica. Our job. დააკვირდით რა შეხედეთ რა მაგარი დისკია. ამის სიგანე ნახე. სურა რამდენი ჯია ამის სიგანე? 15? 15 ჯი. This is 15. This is 17. Oh, this 17, R17-ია, 15. აქ აი ეს სიგანე ինչ. აწერია? And the rim size is what? 17? 17-ია, ხო. 17. Yes. The height is 17. 15 wide. 17-ია, R17 და 15 აქვს სიგანე რა. ნუ იმ ბორბლისთვის არის რა. We have 12 and ამ ბორბლის. 12-ის მოხდა.
ემსაბურავები დადიან. მეგობრებო, თოვში და ნახე ზოგ შიპები აქვს, ზოგს არა აქვს. ნოკიანებია, ნოკიან. საბურავები აკეთა ეს ყველაფერი ratio in that one. So this one has a standard ratio, which I think is 353. 353. 353 this one. And this is for 3 speed. It's a low and a low. So it's a low and then additional low. Yes. So you do standard 2.5 and then on top of that it makes 2.5 even lower. Აბა, აბა როგორია ისლანდიაში? ისლანდია კი არა, ბიჭო, ისლანდია არ უნდა თქვა. რა? აბა გაფიშე. ჩამოასხი ბიჭო ერთი ასასი. სურა ბატონო, ეხლა თქვენ მოგვიყევით. რა ხდება აქ? აქ ტესტირებაზე გამოდიხართ ხოლმე თქვენ? ხშირად ტესტავთ მანქანებს? აქ გამოდიან, როდესაც აი რაღაც აქ აქვს აი ვიდეო გადაღებული იმის, სადაც აი ამ მანქანაში როზივარ. ხო. YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ეგ ვიდეოც, რა კარგად. Okay. Ana regავს ემილის პატარა გოგო. Kas გაიგალია გონია.
რამდენია ეს? ეხლა არის დაახლოებით არ არის ბევრზე რა 5-6-ია ეხლა და არ არის მეტი საჭირო. ძალიან დაბალზე რო დავუშვი ფლავში ფრთხილდება. ეს არის ფენიანი ყოფილა ეს სახურავი. შესაბამისად ძალიან მაგრად ფრთხილდება რა. ცოტა რისკი არის იმისი რომ ამ ქვაზე რაღაცაზე გაჭრა, მაგრამ სამაგიეროდ ბევრად სხვანაირად მუშაობს ვიდრე ჩვენი სახურავი. რაზოთ აბა აქ რა იქ. ნელ-ნელადი, ნელაცადე, აბა რა შეიძლება სადავო. სადარ არის ჩემი ნისანი ეხლა. შენ ნისანი და შემდეგ 2 საათში გაგსუკავი. ვერ მოიწვე და გადაუქო მახსადმე შენ. ლევან, მიდი! აი ბიჭი ხარ. მოჩა. ნამქერები გაბაჭრები რა. წამოდი. ლეონას ვაჭრები. ემილის რასაც მოვიდით, ხო? საკეიფოთ მოვედით. ჰა? That's not the zero. Yes, I know. I don't drink too. No. Actually, აი, ეს არის ტარიელის ხელით ჯაბას მამის გაკეთებული გამოგვიგზავნა და დააგემოვნეთ ბიჭებო ისლანდიაშიო, ასე რომ გადაუღი ამას, ვერ დავლეურო ამას. რაურავო, რა თქვაო? ბიჭო, 3 დღეა მაყვითაოს, იმენა ღვიძლება კი. უფრო დაკლები ვიდრე არყის შემცველობაა. რაო, აბა რას გაუმარჯოს? ის იმათ არა? I like it. So, let's drink for this place, for this little foundation of this place. მოდი ჯაბი, შენ არ სვა. მოდი. რას გაუმარჯოს? Cheers. For this house, სამი საათს, კოფი საათს. Okay. Iceland. No, for this family first. Then we'll drink for Iceland. ბოლონზე Skål. Bottoms up. Oh, sagul. ეს რის ხორცია? Squari, akauри, aia darboda bușințin tome, să mi tresla. Și boliliga da. შებურილი ცხვარი. You know, Norway. ჯაბა მოწყენილი ისე და ცხვრის ხორცს ვერ ჭამს. So let's taste to that. One more question. When I come to your company, I want to own fork. აუცილებლად თავის შტაბის-დილებად უნდა დატოვოს. ნახეთ როგორი ციგნია. ესეთი გაკეთებული. აი სულ So when we sell the wheels and fenders in Iceland, აწერია ამ ადამიანების ვინც აქ იყვნენ და they put their own. რამდენად მოეწონათ ეს სიტუაცია და Do you remember what it is? თავის შტაბის-დილებები ანალოგიურად ჩვენც უნდა დავწეროთ, ნახე როგორ მოტოებითაც ყოფილა ნახე. აუცილებლად დავწერთ
22 kilos. Almost a meter. I mean, I should remember these numbers. But the cost price for a steel wheel, ready, painted, and this is a 20 kubistik. show you. People's Icelandish. ჩვენი ხო? აქედან მოვაწყობთ ხოლმე გასვლებს. წავედით. მახო. ნახოს სისა. წავედით, დავეშვით. And it can also carry more than 150, right? So you can put more for your... But it's more heavy and a bit more slow. Yeah. So it can go down easier. So I cannot go as continuously. I'm afraid that damage tire. Different მათაც გადავუყავთ ეს. the wheels are different and there are more Heavy duty. Must be heavier as well. Yes, it's აქ ეხლა დიდ თოვლში რა კარგი იქნება, გადახდი გვერდზე აგერ ჩაუვარე. It's commenting for me. ქვებში გაძრები, გამოძრები. 2 მეტრი თოვლია დაახლოებით. 2 მეტრი თოვლში. დამხელა. ხედი აბა ყოველ მე ვხედავ ვენა. ცოტა შენ გასწავლ. I think that can be. and I didn't know, number one, there was no wood. სულ არის სხვა გზა, ხო? რა ხდება ერთი რანაირად დადიხო მოგწონთ თქვენი სიარული კისერზე რო ისხავთ Ela Leoni გამოყვა. მოიცარემანი შეიკარგი. კარგი ნამდვილად თანამედროვე მანქანა, ახალი მანქანა. თულია ყველაფერსთან. გამოცვლილი აქვს დაგიდების სისტემა. გაცილებით კარგად იქცევა, ვიდრე ეს ორიანი მოიქცეოდა. საბურავები ძალიან დაშვებული არ გვაქვს, თორე უფრო რბილი იქნებოდა. არა, საჭირო. ისლანდიის მთები არ არის ხო შენთვის ისეთი ექსტრემალური ვერ აღმოჩნდა უფრო მეტი თოვლი რო იქნება მე შეიძლება უფრო ექსტრემალური გამოდგეს ეს ყველაფერი საინტერესო იქნებოდა ჩვენ ტრეკებს ეს მანქანა აი შენი აზრით როგორ ივლიდა ჩემი აზრით წალკატაბაწყურისთვის არის ზედ გამოჭრილი აი ზუსტად სამიდისოა თორე ტყეში ამით ვერ შეხო არის სიგანი არის რაღაცას კარგი დაუშვათ აგრესიული საბურავები რო დაუყენო და ესე ძალიანაც არ გამოწიო ეს კრილოები ხო აი მასე აგრესიულ საბურავს თუ დააყენებ და რამდენ პლასმასს არ დააყენებ გაცილებით კარგად ივლი ტყეში ნამდვილად კარგია იმიტომ რომ ყველა აგრეგატი ძლიერი აქვს წინა ხიდი უკანა ხიდი ყველაფერი დიდია ხო ამისი ქარხნულადო რულის სისტემა არის თუ რაც არის ყველაფერი გათვლილია იმაზე რომ ეს არის ტრაკია ხო რეალურად ეს არის მძიმე ტექნიკა რომელიც გათვლილია რომ წონა ატარო რაღაც დატვირთვები ქონდეს და ასე შემდეგ შესაბამისად ძალიან მომზადებულია იმ კუთხით რომ აგრეგატები აქვს ძლიერი ქარხნულად შენ მე რაღაცებს კიდე რა ცოტა ისე შენ თვალზე ხელში შეავლებ კარგი რამე გამოდის პრაქტიკამ რეალურად ეგაჩვენა ხო ჩვენთანაც რომ ვინც მოამზადა ფორდები მშვენივრად დადიან პლუს Nissan რატოა ჩვენთან პოპულარული ხო? კი ბატონო. ეს მეტი არაფრის გამო რომ ხიდი გამოდგა ძლიერი და პრინციპში მე ხიდი გადაცემათა კოლოფი. ხო, ამას ახლა ხიდი Nissan-ზე დიდი და ძლიერი აქვს, გადაცემათა კოლოფით და ყველაფერი, ანუ აგრეგატი ყველაფერი გამძლიერდა. ამიტომ ქარხნულად ძალიან კარგია. აი იმ ტრეკებზე სადაც ჩვენ გვივლია და ყველაზე მეტი რისკის ქვეშ დავდგარვართ, აი რომელ სამოვარჩევდი ახლა მანქანით და სად გაივლდი. ისე რომ თან გესიამოვნებოდა. რაც აი მართლა მინდება რომ წალკატაბაწყული რა, რომ
ამითი ეს ორ მთას შორის რო არის ხოლმე ჩვენთან ხო იცი ჩამოსვა ხოლმე და ხან 3 და ხან 5 მეტრის სიმაღლის ნამქერია რო ვერ გაიგებ რა მხელა არის აი მაგ ადგილებში ეს იქნება ნუ აი გატავებ რა ნუ ჩემპიონი აი ეს გამოწვევებიც აქვს რა უნდა დაუშვა და უნდა გრძნობდე აი სხვანაირად დადის ესე არავინ წარმოიდგინოს რომ მიუშვი და ყველგან მიდის არ არის ეგრე უნდა გრძნობდე არ უნდა დაგიბუქსავდეს ნელა უნდა მოგზომო subtraction აი როდის გრიპი როდის აქვს მოჭიდება როდის აქვს ეგ თუ არ იგრძენი შეიძლება ორჯერ სამჯერ იგივე ადგილას ცადო სხვადასხვა გაზით და სხვადასხვა კუთხით და რული სხვადასხვა პოზიციით და რაღაც მომენტში მოჭიდოს და წავიდეს რა აი ხო გაჭერი ერთი პატარა ეს რა ხო ნამქერი და სხვანაირი ის უნდა რა ძალიან კარგი საბურავია საკაპელი და სისქერო ჩვენსაც აქვს 8 ფენა და ამას აქვს 2 ძალიან ეხმარება რომ რელიეფს მოერგოს და გაცილებით ის არის თოვლისთვის და ზაყინულისთვის და ესეთი რაღაცისთვის ზედ გამოჭრილია რა სხვანაირად იმუშავებს რომ ჩვენი საბურავებით ის დავუშვებთ ძალიან კარგი სიამოვნებით ვიყოლიებდი მეც 350-ს მანქანაში კიდე ერთი ყველაზე კაი რაც არის აღარას თქვით რა რომ აი მანქანა ახალია ტექნიკურად ყველაფერი გაქვს და სიამოვნებს ხა შეხედენ ამაში რო ხარ სადრო ჯერ სალონი გაქვს რა ხელა ჭუჭყიან რაღაცაში რო ხარ რამდენი გასხოვდება რა თქმა უნდა ხოლე რაღაც თავით არ ვთავ ხიც მეინტერესებს წავალ თუ არ ხსავს ნახე ო და წავიდეს ნისანი არის ბუქსავება ხოლე რაღაც საინტერესო დღეგველის მთელი ისლანდია უნდა შემოვიაროთ და კიდევ ბევრ საინტერესო რამებს ნახავს და კიდევ გაგაცნობთ ამ მანქანის შესაძლებლობებს უბრალოდ აი ამის წითელის ლეონა ეს რეებია ეს ოთხილო ამოდის რაღაც საინტერესო რაღაცა არის ჩახრიტავენ და ჩადიან ღრმად მიწაში და არის როგორც ამიხსნეს მე არ ვიცი ამ სისტემას არ ვიცნობ მაგრამ შინაარსი რაც გავიგე ეგ არის რომ ძალიან მაღალი წნევით ამოდის ორთქლი იმიტომ რომ ვულკანური ისინი რო არის აქ ქვემოთ არის ეს გაზები დაგროვილი რა და ამ ძალიან მაღალი წნევით დაგროვილ ორთქლს და გაზ ონა არაწვად გას რა იყენებენ მე მიმართავენ იმებში მილებში და ამ მილებით იყენებენ იმისთვის რომ მიიტანონ სწორ ადგილას და ტრიალონან ტურბინები ან რავი როგორ გავიშვებიან უკვე აღარ ვიცი და გამოიმუშავონ ხან ელექტროენერგია ხან სხვადასხვა ტიპის იმ ბრუნვაში გარდაქმნა მილი ამოდის დიდი გაკულია აქ მაინც გამოგვათექი რამეში პრომპტს უფრო კარგად ვაჭერ შეიძლება now I can know it
This one? It's not same? This one. მოკლედ, მინდა დაგათვალიერებინოთ. აი ეს მონსტრი რა მაგარია. ესეც ზურას ნაყიდია. და გადაწყვიტეს მერე უკვე აქ აწყეს. დააკვირდით. სიგანეში არის ეს დისკი 15G, 1.17-ია. ამ ნოკიანის საბურავებზეა. შევხედოთ აბა დაკიდების სისტემას. ამას რესურები აქვს, არ არის გადაკეთებული განსხვავებით იმ მანქანებისგან, რომელთაც ვიყავით გასულები. ეს სამათი მანქანაა, სანამ წავა. გადავიდეთ, მაგრამ ეს ტოკია, არ განსხვავდება. F350-ია. ესეც რიგში დგას, უნდა გადავაკეთოთ. რა გვაქვს ახლა შიგნით? ძალიან მაგარი მულტიმედია. რადიოსადგური აქვთ. დამატებითი საწვავის აუზი. ძალიან მომწონს მოკლედ ეს მანქანები რა. F-series 250, ხო? უში მithles, მოხუც ვაჩუქებთ ახლა. ხო, კარგად მოიწევა. თუ კარგად. ესე იგი უკვე ჩემია? ჩავიდეთ მაშინ ჯიბეში, კაი. რა ვლომებო. ხوار დაიღალე. დაჭირებული ხალხი ხო ხედავ, რითი დავდივართ საქართველოში და აქ რა შვები არის იცი და ეს 150 როა ნახე. კიდე უფრო გაიწვია რა გულის დინას ტრაილერი მიძენოთ რომ გადასართველი ეს რასაც აიქოთა და ეს ეკეცი გავლაჩადის ვიცი ხო და თვითონ მანქანაც გაცილებით 1 ტონით სუბუქია ჯამში სამართალად იქნება ბევრად მაგარი ეგ მითხრა რომ ეს არის ძირებაო თორში იმდენიო რაც ის იზარება 1 ტონით ნაკლებია და გარდა მაგისა გინდა არ გინდა ეს წინ ინდეპენდენტ რაცაა გიტარებზე რა ყველა ვარიანტი უფრო კარგად მუშაობს რაღაცა მომენტში ეხლა ტყეში და იმაში ჩულოქია კაი ხო არ ჭირდება რა ამას იმიტომ აღარ აკეთებენ დიზელის წარმოება რო შეწყვეტეს 150-ში ეს არის 3.0 დიზელი ხო აღარ აწარმოებენ რამ სიგანესაბურავია ლევან ახადი აბა კაპოტი მაგრამ რა იქნება აქ შეცვლილია სტოკია ჩვეულებრივი ხო შუაში თვითონ აუზა არ ვიცი როგორ აქვს აი აქ იქნება რა იმიტომაც ამ სუბუქი 3.0 როა დიზელი ძრავიც სუბუქია ის 6.7-ია ეს 3.0 მაგის გარდა ეს 150-ია წინაშულობია რა ბევრად ჩატია მაგის გარდა ისედაც 150 უფრო ჩატია გააკვირდით როგორ წაჭრილი აქვს ფარი და ფარი არა აქვს ხო ძალიან არა და დალნებია გამასა. ო ეს სუპერია რა. გასხედი, წავედი, დავай. პატა მოცებზია, ხო? სავარაუდოდ კი. არის საჩვენებს დოე. ესეც ოფროუდზია, ხო? 54-ზე აყენებს. მართლა? კი, 44.
არა 40-ია, 40. აი მარშრუტკაც მოვა. რა ვიცი, ხო? ეთყობა ტურისტები დაყავს, იქ შეიძლება შეყავს ამას წამები ალბათ. აი მაგიჩოულობენ. 950. განსაკუთრებით რას ნიშნავს? ნუ აი რო დაარსდა იმის მერე აქვს და აქვს რა. რევოლუცია აქვს. ჩვენი მეორე დღე ესე იწყება. აღარ მიშვებს სასტუმრო დამაბა. აუ რა მაგარია მინდია დღესაც. სად არის მანქანა? მოგესალმებით, მეგობრებო. ესე ჩვენი მეორე დღე. დავახერხოთ. ეს დაგეგმილი გვაქვს წესით 2 დღიანი ტური ისლანდიის გარშემო, თუ რამე სანახაობაა მნიშვნელოვანი, დღეს ვნახავთ, გავივლით. გავათვალიერებთ. ეტაპობრივად ვეცდებით, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩავყაროთ ახალი საინტერესო ვიდეოები, ასე რომ გვიყვიოთ. აი ჩემს მერე ვეჩნიათ ნიდაული გაგა ცნაოთ. ძალიან კომფორტულად ვქნათ თავ, შევიკითხეთ. მომხანა 100 ევრო. იაფად გამოვა.ანი სერვისი ძალკე დაუნერგოთ ეგ. როდის მომხანა 50. When we finish, you can go Grindavík to Grindavík and find some place to stay. And then you decide. Continue the road or no? Yeah. Okay. Okay, it's a car. It is also possible. Instead of going here, you can go to like Geyser and Gitfors and continue here into the highland here. This now has a very popular. ეს ადამიანია, ვისაც არის ეს არკტრაკი, წარმომადგენელი, დამფუძნებელი. მართლა მაგარი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ პატივს გვცემს და აი ესე გვანდობს ამ მანქანებს. ეხლა მივდივართ მეორე ადგილზე, სადაც ფაქტობრივად კეთდება და იწყება ეს მანქანები და შეგვიძლია დავათვალიეროთ ის გარეთ პარკინგზე უყენია ბევრი მანქანები. სამწუხაროდ ის სამხედრიანი გაშვებულია კარტიკაში. Работал? Okay. მოვედით. ტერიტორიაზე ნახეთ როგორი მანქანებია. დავათვალიეროთ ჭირაქედან. ისანის ხიდებზია? That is a Defender. This is almost no conversion, but just we do a little. This is not us. This was built by aftermarket, and we now service it. როგორ გასდიზეთ? მოყვანილი ყავთ სერვისში გასაკეთებლად. Brakes on 35. ავიდეთ, აბა რა საინტერესო მანქანები დგას, კიდევ დავათვალიეროთ. აი ისანი ტოიოტა საბურავებზე. აბა აქ რა ხდება? აი ჩვენი მანქანა იქით. ესეც ნისანი. ესეც რა კარგია ნახე რა. ტუნდრა.
აი საჩვენო. არბენინი როგორც გინდა. აი ეს მანქანა არის ნამდვილი ოფროუდერის. ყველაფერი შიგნით უყრია კაც, თავის ჰაიჯეკით, ყველაფრით. კაიგე გოგა. ნამდვილი ოფროუდერის მანქანაა, სტროპები უყრია შიგნით. ქართველი ხო არა, ერთი ვკითხოთ რა, ამის პატრონი. არა. ჩავა, ჩა. აი მანომეტრია ჩავიდე. ვორქშოპში შევიდე. სანგი. და ჩავიდე. ამაში უწველი წყალი შედის, ხო? ჩვენთან რო შედის. ტონობით. რაც არ უნდა იყიდო წყალი რო შედის. ლევან. შეგიძლიათ იკითხოთ. ანუ ამ კომპანიას ყველაფერი აქვს, აქსესუარები, რაც საჭიროა მანქანის აწყობისთვის და ამ ტუნინგისთვის. როგორი кейსებია? Mickey Thompson. Yeah. But I mean, Is 52, 56 inch. this is, I think this is 54. Maybe. Where is it? 54, yes. 54 inch. 58 is the biggest. May you come in there? Okay, so ჩვენი ჯალოები კამაპის ძალიან აქტუალური აქ. ამის პოზი რა გადავაჩვენე რა. 54 ინჩია ეგ. for all of Europe. Ah, okay. Homologated, sold with Nissan, warranties, everything. So you do 80 systems with Nissan, with Toyota, Toyota Isuzu. Isuzu. Yeah. But this is small. Okay, this is 32. Actually 33, but this is called სავალე ნაწილი როგორ უძლებს? Europe 32. But the nice town people put 30. Of course, if you can, you should. დიჟენია ქონია ხდება. Crossing Greenland. This is now basically being used. It's just being serviced. We built this car. It's been used in the tourist business now for 7 years. So now it's time to rebuild it. Nice wheels, I like it. Inky 28. So this one may be, I don't know what is. This is an old car. I think this one is going for 44. So it needs a little bit extra. This is a Land Cruiser. This is new product. New product. We call it Land Cruiser. In Europe, it's Land Cruiser. Yeah, and what size of tires you fit on it? Up to 44. This is maximum, yes? Up to take it. So this one is going for
Can I ask him? Almost all of it. That you can achieve the 5 beyond 45, so შეკვეთები გვაქვსო ძალიან ბევრი ვახსენე კიდე წინა ვიდეოში 4 ქვეყანაში აქვს ეს წარმოება და დაახლოებით წლის განმავლობაში 1000 მანქანა კეთდებაო. წარმოიდგინეთ რა მხოლოდ ბიუჯეტი იდება ამაში რომ წავედით ახლა სანახავად Highland trucks. ზურამ ჩაგვიწყო საქმე და უნდა შევხვდეთ Dodge-ია რამი რაღაც სასწაულად გაკეთებული ჩვენ YouTube არხზე რამოდენიმეჯერ დავდეთ Facebook-საც ვიდეოს ეგ ვიდეო საკმაოდ საინტერესო პროექტია პროექტის გაკეთებაც იყო Facebook-ზე დადებული მოკლედ საინტერესო მანქანაა ძალიან თუ არ ვწდები 56 ინჩიან საბურავებზეა და ავიცა უკანა საბურავებიც უხურეს მოკლედ მაგარი პროექტია მივიდივართ რა შესახვედრად და იმედია ნახავთ ამას ისლანდიის მასშტაბით თუ რამე სერიოზული მანქანები იყო ყველა ნახეთ მე იუნი მოგები გქონდა და დარჩე შენი კოლეგები.